მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღეს ცოტა არ იყოს უჩვეულო გადაცემა გვექნება წინამორბედი გადაცემებისგან განსხვავებით, როდესაც ჩვენ გთავაზობთ სტუმრების პოზიციებს, გთავაზობთ სიუჟეტებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. დღეს თქვენთან მექნება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ჩემი პირადად თვალსაზრისი, მინდა თქვენ გაგიზიაროთ ის პოზიციები, რომელიც მე გამაჩნია ამ მოვლენებთან დაკავშირებით და პრინციპში კარგახანია გულახდილად თქვენთან ამ ყველაფერზე მე არ მისაუბრია. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ეთერები გვაქვს და იქაც მე პოზიციას ვაფიქსირებ, მაგრამ დღეს მე მარტო ვიქნები თქვენთან ყოველგვარი რაღაც გარკვეული ჩართვების გარეშე და ვისაუბრებთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ. კარგად მოგიხსენებათ, რომ ამერიკის არჩევნების შემდგომ შეიცვალა არა მარტო მსოფლიო, არამედ საქართველოს შეიცვალა. აი სლავა უკრაინშიკები, რომელიც დღედაღამე ჩვენ მოვალატეებს გვეძახდნენ, გამყიდველებს, პუტინისტებს, აი როგორც რაღაცა გაორთქლდნენ, გაუჩინარდნენ და თითქოს აღარ არსებობენ ეს ადამიანები. აღარც უკრაინის დროშები აღარ ჩანს, რაღაც კანტიკ-პუნტად არის სადღაც გამოფენილი, აღარც ეს სლავა უკრაინე, აღარც გადაცემებზე ვხედავთ უკრაინის დროშებს, აღარც საინფორმაციო სააგენტოებზე ვხედავთ უკრაინულ რაღაც წარწერებს. რა ხდება, რაშია საქმე, რატო განიცადეთ ასე ფერისცვალება? რა მოხდა, ნუ თუ ასეთი, როდესაც ჩვენ გეუბნებოდით იმას, რომ უკრაინა ჩვენ ძალიან გვიყვარს, მაგრამ უკრაინა დაღუპვისკენ მიყავს ზელენსკის და ამის გამო არ ვიცი როგორ უკანასკნელი სიტყვებით გვრაცხავდით თქვენ, როგორ მოღალატეებად გვრაცხავდით, როგორ არინდობდით ადამიანებს, ვინც განსხვავებული შეხედულების მქონე იყო. მე ვიცი რომ რაღაცა ოჯახების გრევის პროცესის დაიწყო, გაიყო სანათესაო წრე. არ ვიცი, ეს ნაცმოძრაობა არის რაღაცნაირი სექტა. ეს არის რაღაცა ისეთი მოვლენა, რომელიც გარკვეულწილად აუხსნელია დასავლეთმა შექმნა ჰიბრიდი ადამიანებისა. გახსოვთ ალბათ სააკაშვილი იძახდა, ჩვენ ახალი ტიპის ქართველი უნდა ჩამოვაყალიბოთ. და მართლაც შექმნეს ახალი ტიპის ქართველი და თან დაირქვეს რაღაცა აღმატებული სახელი, ნაციონალი. საერთოდ ნაციონალების მიმართ მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, საერთოდ განსხვავება უნდა ჩვენ უნდა განვასხვაოთ ერთი რამ, ნაციონალი და ნაცისტი შორის არის უდიდესი განსხვავება. ნაციონალი არის რომ ქვეყანა რო გიყვარს და შენ ქვეყანას რომ წინა პლანზე აყენებ, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში რა ხდება? ნაციონალები პირველ ჭრილში და პირველ პოზიციაზე საკუთარ ქვეყანას როდის იყო აყენებდნენ? ესენი აყენებდნენ ამერიკას, ევროპას, ანუ რასაც თავის თავს დაარქვეს სახელი, ყოველგვარი წინააღმდეგობაა ამ სახელთან. იმიტომ რომ ეგენი ნაციონალები კი არ არიან, ესენი არიან კოსმოპოლიტები, გლობალისტები, ეზიზღებათ ყველაფერი ეროვნული. და ამ შემთხვევაში თვითონ ნაციონალური და ნაციონალური მოძრაობა ეს სიტყვა მათ პარტიას არ მიესადაგება. ნაციონალი ხარ, როდესაც შენ ქვეყანა გიყვარს, შენი სამშობლო გიყვარს, შენთვის არის პრიორიტეტი საქართველო და მათთვის პრიორიტეტი არის დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და იმავდროულად აი ამ ქვეყნების მსახურებაში არიან. და ეხლა რატომ აღარ აფრიალებთ უკრაინის დროშას? რატომ არ ყვირით ხაი ჟივე უკრაინა, უკრაინუ გრაიმო ზარაზომ და რაღაც ესეთი შეძახილები რატო არ ისმის? თქვენს მიტინგებზე, იმიტომ რომ დონალდ ტრამპმა წერტილი დაუსვა იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით. ტრამპმა რაც თქვა, ამას ვიძახდით ჩვენ და ეხლა მიდის ამ ტრამპის გამარგინალების პროცესი. ესე იგი, ლანძღავენ, თათხავენ ამ ტრამპს და თითქოს ისე გამოყავთ, რომ ეს ტრამპი იყოს ერთი კაცი, რომელსაც აი ერთ პიროვნებას, ერთ ინდივიდს ჰქონდეს ეს პოზიცია უკრაინელებთან მიმართებაში. და თქვენ ხო არ გავიწყდებათ, რომ ტრამპი
არის გამარჯვებული არჩევნებში და მას უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. და აქედან გამომდინარე, აი თქვენ რომ აგინებთ და ლანძღავთ ტრამპს, თქვენ აგინებთ ამერიკელებს. იმიტომ რომ სწორედ უმრავლესობამ იმიტომ მისცა ხმა ტრამპს, რომ აი ეს პოზიცია გაეხმოვანებინა უკრაინელებთან მიმართებაში. ანუ მესიჯი ამერიკელებისა სწორედ ეს არის, რომ ზელენსკი არის კლოუნი, რომ ის უნდა დაისაჯოს, რომ მათ გააბანკროტეს ქვეყანა და რუსეთთან ურთიერთობები დალაგდეს. ანუ ის, რასაც ჩვენ ვიძახით, აი ამას იძახის ამერიკელი ამომრჩევლების უმრავლესობა. უმრავლესობა იძახის ამას. და ტრამპი არის ამის გამხმოვანებელი. და თქვენი განცხადებებით შეურაცხყოფთ არა მარტო ტრამპს, ამერიკის პრეზიდენტს. არამედ ამერიკელ ხალხს. ეხლა მეცინება, ეხლა ვიღაცა იტყვის, როდის აქეთ გახდიო ამერიკელების ადვოკატიო. მე ხა ნამდვილად არ ვიქნები ზოგიერთი კაბელეონი ადამიანივით, რომ ეხლა გამოვიდებ თქვა და მე პროამერიკელი ვარ, რომ მე ამერიკის მადლობელი ვარ, ბოდიში ვიხდი, რომ აქამდე ამერიკელებზე რაღაცას ვიძახთი, არავითარ შემთხვევაში, მეგობრებო. მე იმიტომ ვცემ თქვენ პატივს და იმიტომ მყავს ამხელა აუდიტორია, რომ მე რაც ვარ, ის ვარ. მე მიუყვებით ჩემ პოზიციას, მე ყველა ქვეყანა, ყველა ერთ პატივს ავცემ, მაგრამ იმ ქვეყნის პოლიტიკასთან მიმართებით რა პოზიციაც გამაჩნდა, ის პოზიცია ჩემი არის უცვლელი მუდამ. კი, მე ვეთანხმები დონალდ ტრამპს, რასაც იძახის აბსოლუტურად სიმართლეა, მაგრამ თავად ამერიკელმა ობივატელმა, ამერიკელმა ხალხმა და თვითონ სახელმწიფომ შექმნა ის გარკვეული პოზიცია, რომლითაც უკრაინელები დაღუპეს მათ. ანუ მათმა არჩეულმა პრეზიდენტმა ბაიდენმა წაახალისა უკრაინა, რომ დაეწყო ომი. ეხლა ბევრი კი იძახის და მართლაც ვეთანხმები, რომ არის მასხარა ეს კაცი, მაგრამ ომი უკრაინას არ დაუწყია, ომი დაიწყო ამერიკამ. ამერიკამ დაიწყო რუსეთთან ომი. მათ დასვეს ზელენსკი, თავიანთი კაცი და მისი მეშვეობით დაიწყეს ბრძოლა. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ როდესაც სამამულო ომი დაიწყო, ამერიკა არ ერთვებოდა ამ ომში, სანამ არ გამოიკვეთა რუსეთის უპირატესობა. დღეს, როდესაც ამერიკამ შეცვალა პოზიცია რუსეთთან, ეს იმიტომ კი არ შეცვალა, რომ რაღაცა გზნობები გაუღვივდათ, ისეთი ჯანსაღი, რაღაცა პოზიციები გადააფასეს. არა, მეგობრებო, ისინი მიხვდნენ, რომ აგებენ ომს რუსეთთან და ამიტომ შეცვალეს რიტორიკა. ეს არის და ეს. თორე, ეხა რუსეთს რომ მარცხი ეგემა, თქვენ როგორ ფიქრობთ, ტრამპი გამოვიდოდა და იტყოდა, რომ რუსეთს დაველაპარაკოდა ზელენსკი კლოუნიაო? არა, ტრამპი ადგებოდა და გიტყოდა გმირი არის ზელენსკიო და რუსეთი უნდა დამარცხდესო. როგორც სამამულო ომში თავდაპირველი პოზიციები შეცვალა ამერიკამ, ისევე ეხლა შეცვალა პოზიციები რუსეთთან მიმართებით. და დასკვნა რა არის აქედან გამომდინარე? ამერიკა არის ქვეყანა, რომლის სიტყვასაც არაფერი ფასი არ აქვს. და ეს შეიძლება დღეს ერთი თქვას, ხვალ მეორე. არანაირ პრინციპს არ ექვემდებარება მათი საგარეო და საშინაო პოლიტიკა. მათ აქვთ მტაცებლური პოლიტიკა და თუ ვინმესთან გაუვიდათ, გაუვა. თუ არა და არაფერს არ ცვლიათ. გაუვიდათ კადაფთან ჩამოკიდეს. გაუვიდათ ჰუსეინთან ჩამოკიდეს. გაუვიდათ უბარაკთან გააკეთეს ის, რასაც გასაკეთებელი იყო. გაუვიდათ მილოშევიჩთან დასვეს განსაჯელი სკამზე და საეჭვო ვითარებაში მოკლეს. ანუ ეს არის ამერიკის პოლიტიკა, სადაც გაზდით, იქ ახორციელებენ ბოლომდე მიდიან და ბოლომდე ესე იგი ცდილობენ გაიტანონ თავისი, მაგრამ რუსეთი ომში არ მარცხდება. რუსეთის დამარცხება ომში არ შეიძლება ვერ გააკეთებ ამას. ვერც ნაპოლეონმა, ვერც ჰიტლერმა და ვერც წინამორბედმა 1000-მა ურჯულო მტერმა ვერ დაამარცხა რუსეთი. რუსეთის დამარცხება მხოლოდ ერთადერთი შეიძლება შიგნიდან. სტალინი შიგნიდან მოკლეს აგენტებმა და მაგის შემდგომ დაიშალა საბჭოთა კავშირი. თორე საბჭოთა კავშირი არ დაიშლებოდა შიგნიდან რო არ მომხდარიყო, ეს ყველაფერი. ნიკოლოზ მეორე დაამარცხა შიგნიდან, რევოლუცია მოაწყვეს, თორე რუსეთს ვერ ამარცხებდნენ. კი, შეიძლება სუსტი იყო ნიკოლოზ მეორე, მაგრამ შიგნიდან ბრიტანეთის აგენტურამ მოკლა ნიკოლოზ მეორე.
ამას იმიტომ ყვები ამ ისტორიულ რაკურსში, იმიტომ მივდივარ რომ მე არა ვარ ეხლა ის ადამიანი, რომელმაც ფეხები გადავიტყაო ტრამპის ქებადიდებაში და გამოვიდე თქვა ზოგიერთებივით აი როგორც ელცინი გამოვიდა ბოჟე ხრანი ამერიკულ და არ დავიწყო იმაზე ლაპარაკი რომ მე ეხლა ამერიკის რაღაცა დიდი მოყვარული ვარ და რაღაცა მე რა თქმა უნდა პატივს ავცემ ამ ქვეყანას მაგრამ თქვენ ხედავთ ადამიანების ლუსტრაციას ესე იგი რა ბოდიშებს იხდით მაინტერესებს ამერიკელების წინაშე რა გვაქვს ჩვენ საბოდიშო ამერიკელებთან მაინტერესებს რა ამერიკამ უნდა მოიხადოს ბოდიში უკრაინელი ხალხის წინაშე ამერიკამ უნდა მოიხადოს ბოდიში რუსი ხალხის წინაშე ამერიკამ უნდა მოიხადოს ბოდიში საქართველოს წინაშე ეხლა გასაგებია რომ ზელენსკის მიმართ იჩენენ ამგვარ პოზიციას მაგრამ ვინ აძლევდა იარაღს უკრაინას ვინ უჭერდა მხარს ზელენსკის ვინ აიარაღებდა ზელენსკის და ვინ იყო რუსეთის წინააღმდეგი ვინ ამერიკელები არ იყვნენ. აი ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ხვალ ვინ იქნება პრეზიდენტი? მთავარია მე ქვეყანა მიპირისპირდება. სხვა მნიშვნელოვანი აღარ არის. ვინ მოახდინა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება 92 წელს, როდესაც გამოვიდა ბეიკერი და თქვა რომ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავთო. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ვინ ჩამოაგდო? ვინ მოახდინა 2003 წელს შევარდნაძის გადატრიალება? შექმნეს კმარა, შექმნეს თავიანთი ტელევიზიები და მოახდინეს აქ გადატრიალება. და ვინ ახდენდა საქართველოში ასევე სახელმწიფო გადატრიალებას ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, როდესაც შტურმი მიდიოდა პარლამენტზე და ხელისუფლებამ გამოიჩინა მედგრობა, გამოიჩინა საკმაოდ ისეთი ბრძოლისუნარიანობა და არ დაეცა. თორემ მესამეჯერაც უნდათ სახელმწიფო გადატრიალება და გამოდიან აქ ვიღაცა სულელები და ბოდიშ ვიხდით ამერიკელი ხალხის წინაშე ჩვენო რაღაცა არ ვიყავით სწორიო. აი აქედან ჩანს ქართული პოლიტიკური სპექტრის გამყიდველური ხასიათი. გამყიდველური ხასიათი მეგობრებო. მე არ ვიცი ხა ტრამპი შეიძლება ხვალ საქმე ისე წავიდეს სხვაგვარი პოზიციები დააფიქსიროს. ეს ადამიანი თლათ ისე როიცოდეთ მწყობრი არ არის თავის პოზიციებში. აი ხა დღეს რო კონსერვატორობას ქადაგებს გუშინ ის ადამიანი LGBT დროშას აფრიალებდა ამის კადრებიც არსებობს უამრავ ჯერ შემოგთავაზეთ ეს. მაგრამ მაშინ მოხდა რაღაც ცვლილება და მადლობა ამას ეხა მე ადამიანს არ უკარგავ იმას რაც არის და არ ჩვენ უკარგავ და ამიტომაც ჩვენ პატივს ავცემთ მის ამ გადაწყვეტილებას მაგრამ მე რა ვიცი ხვალ შეიძლება კიდევ ის LGBT დროში აფრიალოს ხო ამიტომ იცით მივესალმებით ცვლილებებს მაგრამ არავითარ შემთხვევაში არც ბოდიშ ვიხდით ამერიკას და არავითარ შემთხვევაში არ ვართ რაღაცა იმ ქვეყნის გაკერპების სტადიაში ამერიკამ ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის რაც გააკეთა იუგოსლავიაში, ლიბიაში, ერაყში, სირიაში და საქართველოში რა თქმა უნდა და რუსეთშიც დღეს რომ არ ყოფილიყო პუტინი რუსეთში ჩამოშლიდნენ იქაურობას დღეს ვიღაცები ძალიან აკრიტიკებენ პუტინს რომ იქ ომი გაჭიანურდაო მაგრამ არავის ავიწყდება რომ რუსეთს ებძვის ამერიკა კი არა მარტო ევროპა ებძვის, ამერიკა ებძვის, ნატო ებძვის და ასეთ ბრძოლაში, როდესაც შენ ამხელა მახინას, ამხელა მონს ებძვი, ესე ადვილი არ არის, რომ ადგე და ისა რა ქვია, ბოლომდე გაიარო მთელი უკრაინა და უკრაინა კიდე ის არ არის საქართველო, რომ ერთი გადაიარ გადმოიარო. ამხელა ქვეყანა უკრაინა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა ევროპაში. ეს ვიღაცებს ავიწყდებათ და არსებობს ასევე სამხედრო დოქტრინა, სამხედრო გარკვეულწილად პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ნაკლები დანაკარგის და ნაკლები მსხვერპლის ხარჯზე მოიპოვო შედეგი. და დღეს ჩვენ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დავწმუნდით იმაში, რომ საქართველოში აი ზოგჯერ ვიძახი თითებზე ჩამოსათვლელია მეთქი ნორმალური საღი პოლიტიკოსები და შეიძლება ესეც ცოტა გადამეტებული ნათქვამია და აი თითებზე ჩამოსათვლელიც არ იყოს და შეიძლება 1-2 იყოს პოლიტიკოსი რომელიც საღად აზროვნებს ამ ქვეყანაში. აი ხა მე ვამბობ და თქვენც გითხარით რომ შეიცვალა მსოფლიო და საქართველოც მეთქი და უყურებ ეხლა განცხადებებს რიგი პოლიტიკოსებისა, ექსპერტებისა
ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლებისა და გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ აი ამერიკა ესე ექცეოდა საქართველოს, ამერიკის ადმინისტრაცია ესე ექცეოდა, რომ ჩვენზე ზეწოლა იყო. კითხვას ავსვა. სად იყავით აქამდე? აი შტურმი რომ მიდიოდა მთავრობის სასახლეზე. და ამ ყველაფერში რომ ჩართული იყვნენ USAID-ის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები. აი ეს ხალხი დღეს რო აი ამ განცხადებებს აკეთებს, აი მაშინ რატო არ აკეთებდით ამ განცხადებას? თქვენ თუ პატიოსანი ხალხი ხართ. აი თქვენ თუ ნამუსიანი ხალხი ხართ, თუ ამ ინფორმაციას ფლობდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ესეთ ზეწოლას ახდენ და ელჩის, ასევე თავისი კონგრესმენების მეშვეობით ამერიკის ხელისუფლება, საქართველოს ხელისუფლება, თქვენ რატო არ იძახდით ამას მაშინ? იცით რატო არ იძახით ამას? იმიტომ თქვენ ხართ ნაძირლები, მოღალატეები, არარაობები, მლიქვნელები. დღეს შეიცვალა ამერიკაში ხელისუფლება, თვითონ ამერიკის ხელისუფლება უპირისპირდება თავის წინამორბედ ხელისუფლებას და გაშლის უფრაზე დაჯექით და ეხლა გრიმიტობთ. ვის რა თუნდა ეხლა თქვენი ეს განცხადებები? და არ ვიცოდით თუ არ ვამბობდით ამას. თქვენი ეს განცხადებები კაპიკის ჩალის ფასი არის. აი ეს განცხადებები თქვენ რო გეთქვათ მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაზე შეტევა მიდიოდა და იქ ბაიდენი იყო და ჩვენზე მიდიოდა და კაცმა არ იცის გულის ფრიალი ქონდა საქართველოს მოსახლეობის 90%-ს, როდესაც ხედავდა პარლამენტში შევიდოდა თუ არ შევიდოდა ნაცმოძრაობა და ცესს რო უკიდებდნენ იქ პოლიციელებს. აი მაშინ ქონდა აი ამ სიტყვას ფასი. და ეხლა რომ ამას იძახით, რომ თურმე ამერიკა ჩართული იყო საქართველოში აი ამ პროცესებში, ეხლა რა აზრი აქვს ამას თვითონ ტრამპი იძახის, რომ USAID კრიმინალური ორგანიზაცია და ის სხვა ქვეყნების საქმიანობაში ერეოდა. რაში მჭირდება თქვენი ეს განცხადებები, რაში? და თქვენ გიდათ ეხლა რომ ქულები ჩაიწეროთ ქართველი ხალხის წინაშე? თქვენ გიდათ რომ წარმოჩინდეთ, ეგ აღარ არის გმირობა, ჩემოკარგებო. მე ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ პატივისცემა დავკარგე, იცით? მე მიმაჩნდა ვიღაცა რაღაცა და თურმე ჭვარი ყოფილა. შენ თუ რამის თქმა გინდოდა შედალოცულო აქამდე ვინმე ყენას პირს გიჭერდა თუ რა არის აქამდე რატო არ გამოდით? არა, ეხლა ვიღაცა გამოვა და იტყვის, იცით რა ყველაფერს თავისი დრო აქვს და ეხლა იმიტომ ითქვა ეს ყველაფერი ამის დრო მოვიდა. რა დრო მოვიდა, როცა ქვეყანა ჩამოგდების პირას იყო, მაშინ უნდა გეთქვა. როდესაც მე გადავლახავ ბარიერს, როდესაც დავამარცხებ ჩემ მტერს და მე გამოხვალ და მოდი რა მეცმინა შენზე გვერდი დადგომავ, აღარ მჭირდები, წადი გადი შვილო, ნუღადგები ჩემთან. აღარ მჭირდება შენი გვერდში დგომა. შენ მაშინ უნდა დამდგარიყავი ჩემთან და აი ეს განცხადება მაშინ უნდა გაგეკეთებინა. ეხლა როდესაც გაიმარჯვა ხელისუფლებამ, როდესაც დამარცხებულია გლობალისტური დასავლეთი, როდესაც ლიბერალებმა მარცხი განიცადეს, ეხლა რაღა აზრი აქვს ამაზე ლაპარაკს. ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით 25 წელია. და გვიძახდნენ მოღალატეებს, გვიძახდნენ კრემლის აგენტებს. თქვენ გონიათ ძალიან ადვილი არის ცხოვრება საქართველოში? ძალიან ადვილი არის პოლიტიკური მოღვაწეობა, ძალიან ადვილია იმ გადაცემის კეთება, რასაც მე ყოველდღიურად თქვენ გთავაზობთ. მე ვიცი, რომ უმრავლესობა 90% პატივს ამცემთ, ძალიან დიდ სითბოს აღვწნობთ ყოველდღე ქუჩაში რომ გავდივარ, მაგრამ არის 10% ნაძირლებისაც, რომლებსაც შეუძლიათ, რომ დიდი ბოროტება გაგიკეთონ შენ. ბულინგი განახორციელონ. და ამის გამო რომ ზოგჯერ გიწევს რაღაცებზე უარის თქმა. კომფორტის ზონიდან გამოსვლა. იმიტომ რომ ნათქვამია ბირიჟოდნავა ბოგ ბირიჟოდ. და თქვენ კომფორტის ზონაში იყავით მაშინ, როდესაც გაყუსულები იჯექით ტელევიზორებთან, ადევნებდით თვალყურს მიმდინარე პროცესებს. და ფიქრობდით, ეხა საით გადაიხრება ის არის. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩამოგდებულიყო ხელისუფლება და იქ ბაიდენს გაემარჯვებინა, გამოხვიდოდით და იტყოდით სხვაგვარად მერე უკვე, რომ პირიქით მისი დათათუთაშხიაში რომ არის, პირიქით ასინეთაო, აი პირიქით იტყოდით მერე. სხვა ტექსტი გეკეთებოდათ მომზადებული. იცით რა შეასაქმე, ზოგჯერ შეცდომაში შედის საზოგადოება, აი ესეთი
პოლიტიკანებისა და ვაჭრუკანების გამო რა, იმიტომ რომ იცით აი ადვილი მოსანუსხი ადამიანი რომელსაც არ აქვს პოლიტიკური განათლება, რომელსაც არ აქვს აი განათლება საერთოდ, აი გაუნათლებელი ადამიანი ძალიან ძიმე არის გაუნათლებელ ადამიანთან საერთოდ საუბარი. და განათლება მარტო წიგნიერი გზით არ მოდის, განათლება ცხოვრებისეული გზით მოდის. ეხლა აი უამრავ გლეხშევხედრი ვარ სოფლად და ეხლა იმათ ვიცი რომ ბევრი წიგნი არ წაუკითხავთ, მაგრამ ძალიან ბევრ სიბრძნეს გეტყვიან ის ადამიანები და აი ცხოვრებისეულ გამოცდილებიდან გამომდინარე ძალიან ისეთ რაღაც საინტერესო რაღაც პოზიციებს დააფიქსირებენ. მაგრამ რა თქმა უნდა ეს იმას არ გამორიცხავს რომ ნაკითხი ადამიანი სულ სხვა სფეროა, მჭერმეტყველი და აი თქვენს გსიამოვნეთ ალბათ რომ როდესაც ადამიანები მაგალითად გამოდიან ჩემთანაც სხვასთან და მეტყველებენ ისე რომ აი რაღაც ინფორმაციულია მათი, რაღაც სამწუხაროდ ჩვენთან არის დეფიციტი. აი მე რო ვაკეთებ ამ გადაცემას, ძალიან მიჭირს გადაცემის გაკეთება, იმიტომ რომ მე არ ვიძახი რომ მჭერმეტყველი და განათლებული ხალხი არ არის საქართველოში მეთქი, მაგრამ ეს ხალხი ბოდიშ და ჩირგვებში ყოფნა სიამოვნებ და ვინც არის აი ძალიან ცოტა არის და მიჭირს საერთოდ აი ამ პროდუქტის შექმნა, რომელიც იქნება თქვენთვის ძალიან ისეთი კარგი. აი თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა მეგობრებო, რომ ეხლა სახში გინათ კარგი კერძის გაკეთება და არა გაქვთ კარგი პროდუქტები. ხო, კერძს ხო ვერ გააკეთებთ კარგს, არა? ისე არის, ხა გადაცემა თუ გინდათ რომ იყოს ყურებად და საინტერესო, ხო? უნდა იყოს საინტერესო სტუმრებით. ეხლა მე თავი გადავდევი დღეს და თქვენ გელაპარაკებით, მე არ შემიძლია ეხლა ყველა დღე დავდო და 2 საათი თუ 1 საათი გელაპარაკო თქვენ, იმიტომ რომ ვიღაცას გონია ეხლა ეს ადვილი. არ არის ესე ადვილი, რომ ყოველ დღე გადაცემა აკეთო და ერთი ახლა ხშირად მეუნებიან, რომ აი მე ხო ვიცი ხა ვზომავ მაჯისცემას ვის რამდენი მაყურებელი ყავს ვის გამოსვლას და ბევრი მეუნება არ გინდა მოდი თქვენ ილაპარაკეთ უფრო მეტად და რაღაც ეგრე არ არის ჩემო კარგო ხა მე ადამიანი ვარ ის კი არ ვარ რობოტი ხლა აქ დავჯდე და ვილაპარაკო 1000 ერთხელ მივცემ ჩემ თავს უფლებას რომ თქვენ მარტო აი ესე გულახდილად გელაპარაკო ხო და არ არის ხალხი და ვერ იქნება პროდუქტი და თქვენც აი ესეთ ძიმე მდგომარეობაში ვარდებით რომ ზოგჯერ აი არ გსიამოვნებთ ესა თუ ის სტუმარი და მეც ესე ვარ თქვენ გონიათ მე რო აქ სტუმრები მომყავს ყველათი ახტაცებული ვარ მაგრამ ამით განახებთ საზოგადოების და თვითონ ჩვენი ელიტის გარკვეულ მდგომარეობას აი გახედებთ იმ სარკეში რა სარკეშიც ჩასახედი არის და ამას იმიტომ ვლაპარაკობ რომ აი ეს ადამიანები, აი ხა როდესაც ჩვენ ნაკითხს და გაუნათლებელ და განათლებულ ადამიანებს ვსაუბრობ, აი ლევან ბერძენიშვილი ხა განათლებული ადამიანი არ ეთქვის, მაგრამ ნაკითხი არის და მას შეუძლია მონუსხო ადამიანების. აი უნივერსიტეტში, სადაც მის მიწვეულია ხოლმე, ბავშვები აი უყურებენ ეხლა მას და უსმენენ აი ისეთი ყურადღებით, იმიტომ რომ ეხლა ლაპარაკობს, მაგრამ ლაპარაკობს ამას რაც მიიღო ეს წიგნებიდან ყველაფერს უკუღმა. აი კობახიძემ თქვა, რომ მანო ძალიან ბევრი წიგნი წაიკითხაო და ძალიან ბევრი წიგნი ვერ გაიგო. ანუ ყველაფერს იყენებს იმისათვის, რომ აი ეს თავისი გარკვეული რაც მიიღო მან აი ამ წიგნების შედეგად ცოდნა ეს გამოიყენოს პირიქით ბოროტებისათვის. და დღეს ეს ექსპერტებიც, რომლებიც ჩვენ გვყავს და პოლიტიკოსები, რომლებიც აი ახლა გამოდიან და ვაიმე გულს იცემენ ამერიკა ცუდია. როდესაც ამერიკა იყო საქართველოზე მომждარი სხვაგვარად ლაპარაკობდნენ. ნათქვამია после драки кулаками не машут. როდესაც ომი დამთავრდება და როდესაც ბრძოლა დამთავრდება, მე ეს მამლა ყინწობა და შენი თავის წარმოჩენა ძალიან ცუდ ტონავთ ითვლება უკვე. ეხლა რომ გამოდის ზოგიერთები რომ აი ამერიკა სად იყავით აქამდე ხმას რატო არ იღებდით? ერთ-ერთი ტელეკომპანიის პროპაგანდისტი გამოდიოდა რუსეთზე, ისე ლაპარაკობდა გავგიჟდე, კინაღამ. შენ ის ადამიანი ხარ, რომელიც ეხლა ამ რუსეთის მიმართ ასეთ პოზიციებსავლენ მეთქი? იცით რა შეასაქმე? ერთხელ მე მქონდა საუბარი ჩართვით ქალბატონ მაია ნიკოლაიშვილი მყავდა და ჭკვიანი ქალბატონია მაია ნიკოლაიშვილი ვერ დაუკარგავ მას და მან ესეთი რამე თქვა, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიკური მიმომხილველები და არა პოლიტიკური ექსპერტები.
ესე იგი დაიწყებენ ლაპარაკს, აი ზოგჯერ მაღიზიანებს კიდევაც, აი ესა თუ ის სტუმარი, რომ აი დაიწყებს იმას სიტყვის, იმას შეხვდა, ეს შეხვდა, იმას შეხვდა, ეს შეხვდა, იქ მოხდა, ეს მოხდა. ბიჭო, ამას ისედაც ტელევიზორში უყურებ, მე საინფორმაციო გამოშვება. შენ რაღაცა დასკვნა დადები, ბოლოს რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ექიმმა ეხლა რომ მივიდეს პაციენტთან და რო ილაპარაკოს, ეს გჭირს, ის გჭირს, თუ არ დადო დასკვნა მკურნალობის, რა აზრი აქვს იმ ექიმის მისვლას? იმ კაცმა ისედაც იცის რა ჭირს, ხო? და შენ უნდა დადო დასკვნა როგორ იმკურნალოს ამ ადამიანმა და დღეს ჩვენი პოლიტიკოსები რას ლაპარაკობენ? ლაპარაკობენ და აზრიც ვერ გამოიტან მით ლაპარაკიდან. აი რა გავაკეთოთ ჩვენ, რა ვქნათ? კი ბატონო, არის მძიმე რეალობა, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, საქართველოს ოკუპირებულია ტერიტორიები, დასაბრუნებელი. ხო და აი რა ვქნათ, რა გავაკეთოთ? აი თქვენც რო უყურებთ იმ ექსპერტებს, აი გინახიათ მაგათ დასკვნა დაედოთ თავიანთ გამოსვლებში. მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი არასდროს არ მიყვარს თავის ქება, მაგრამ ეს ქება არ არის, უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია, იმიტომ ყავს ყველაზე დიდი მაყურებელი და აღიზიანებს ხვებს. ხალხი პარტიები აქვს, მთელი ზიან გამოდიან ბოდიში და ენა აქვს ატყავებული და იმის ნახევარი არა აქვს მაყურებელი რამდენიც მე მყავს, რომ მე ვამბობ იმას, რასაც ვიძახდი 25 წელი, არავის ბოდიშს არ უხდი და ვდებ დასკვნას რა არის საჭირო. ბევრმა დადო დასკვნა, მერე უკან წაიღო ეს დასკვნა, იმიტომ რომ ვერ გაუძლო ამ ბულინგს. დღეს ცოტა ადვილია უკვე რუსეთთან დაკავშირებით უკვე საუბარი, იმიტომ რომ მე ხედავ რომ თვითონ ამერიკამ შეცვალა დამოკიდებულება, ლაპარაკობს ამერიკის ადმინისტრაცია იმის შესახებ, რომ G7-ში უნდა დაბრუნდეს რუსეთი, რომ დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღდგეს, რომ რუსეთთან უნდა სხვა გადაიხედოს დამოკიდებულება და ეს ეხლა მისცა საფუძველი ამ პოლიტექსპერტებს, რომ მათაც რაღაც რუსეთის მიმართ დიდი რამბები გამოიყენო. და ამას ჩვენ ვიძახით როდის? მე პირადად აქ რომ ანტირუსული აქციები მიდიოდა, წავედი იმაზე, რა ქვია, პაკლონი გორაზე, მოსკოვში და ის იარაღი, რომელიც ჩამოტანილი იყო უკრაინიდან ტროფეის სახით, ის ვაჩვენე და რეპორტაჟი გავაკეთე. და დავდივარ კონფერენციებზე, როდესაც საშუალება მეძღება, თან რეპორტაჟს ვაკეთებ და ვაჩვენებ იმ მდგომარეობას. გამოკითხვებს ვატარებ და გამოვდივარ სიტყვით უამრავ ღონისძიებაზე და ამით რუსებს ვანახებთ, რომ სხვა ქართველებიც არსებობენ, განსხვავებით იმ აქციებისგან, როდესაც რუსებს აგინებენ. და მე ამას ვაკეთებდი მაშინ და ეხლაც ვაკეთებ. და არ შევიცვლი არასდროს ამ პოზიციას. და ამაში მე არც სარგებელი მაქვს არანაირი, არც ფულს ვიღებ, არც გრანტს ვიღებ. არც რაიმე დახმარება გამაჩნია არაფერი. რუბლი არ ამიღია მე რუსეთიდან, თამამად შემიძლია თქმა, ზოგიერთებისგან განსხვავებით. და ამას რო ვაკეთებ, იმიტომ რომ ჩემ ქვეყანას ჭირდება ეს. მე რა თქმა უნდა რუსეთის დიდი პატივისცემა გამაჩნია, მაგრამ საქართველოს რუსეთის გარეშე რო დაიღუპება და განადგურდება, ეს ვიცი 100%. აგერ რუსეთის წინააღმდეგ წავიდა უკრაინა და დაიშალა განადგურდა. ბელორუსი მე იმიტომ ვცემ პატივს ლუკაშენკოს და ბელორუსს იმიტომ ვაფასებ, რომ ბელორუსის პრეზიდენტმა ერჩია სახელმწიფოებრივი პოზიცია. აყვავდა, აშენდა, ხა მე არ ვიძახი რომ ბელორუსები ხა მილიონერებია ყველა და თავზე გადადით, მაგრამ სამსახურის პრობლემა არავის არ აქვს. მარცივარი ყველასი სავსეა. ოჯახში არავინ არ შიშობს იმაზე, რომ ხვალ რომ უმუშევარი დარჩეს, რაღაცა თავი ექნება მოსაკვლელი. იმიტომ რომ იქ როგორ არის, იცით რომ თუ უმუშევა სამსახური არის უამრავი და ადამიანი თუ არ მუშაობს, ადმინისტრაციული წესით იჯება. მოვა შენთან თანამშრომელი და გეტყვი, ამოირჩიე რომელი სამსახური გინდა. თუ არ იმუშავებ, იჯები იქა კანონით. თქვენ წარმოგიდგენიათ ხალხო და მე ხო ვიცი საქართველოში რა ხდება, რა სიტუაცია. ყველა ნერვიულობს ხელშეკრულების გასვლამდე გაუგზელდება თუ არა ვადა, ყველა იმაზე ნერვიულობს სამსახურიდან არ გაუშვან, ის მათხოვრული ხელფასი მაინც შეინარჩუნო. შივრები რო არ დარჩეს ოჯახი და ბელარუსში ოჯახები ისეთი დაბალი კომუნალური გადასახადებია, ისეთი სოციალური მომსახურება, რომ რა ვიცი მე, უფასო სწავლა, უფასო განათლება, უფასო ჯანდაცვა ის წრეები რაც არის კიდე რაღაცა ისიც უფასო არის, მაგალითად შეიყვანე ბავშვი ცურვაზე, ფეხბურთზე და მრავალშვილიანი ოჯახებს ეხმარებიან და 1000 რაღაცა არსებობს. და ეს ყველაფერი რატო გახდა შესაძლებელი? იმიტომ რომ ლუკაშენკომ შეინარჩუნა ის საწარმოები რუსეთის ხარჯზე.
ის საწარმო ფაბრიკები ვერ იმუშავებდა, რომ არ ყოფილიყო რუსეთთან კონტაქტი. 80%-მდე ფაქტობრივად პროდუქციის და რუსეთის ბაზარზე გადის. და ჩვენთან ყველაფერი დავანგრიეთ, გავანადგურეთ. იმიტომ რომ ამერიკამ ეს გააკეთა, რომ ჩახსნილიყო. რუსეთს რო აგინებთ, მარტო ეს რუსეთის გინება არ იფიქროთ, რომ დასავლეთიდან მოდის. ეს ჩვენი მეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურებიდან მოდის. ძალიან ბევრ ქვეყანას უნდა საქართველოს დაშლა განადგურება, კბილებს აკაცკაცებენ, რომ ვინ რა ტერიტორია წაიღოს ჩვენი ქვეყნიდან. თქვენ არ იფიქროთ, რომ მარტო ამერიკული ფონდები აფინანსებენ საქართველოში გადატრიალებას. მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურები, რომლებიც ძალიან ისე უკვე მყარად არიან, ისინი ცდილობენ ამას. და არ იფიქროთ თქვენ, რომ ვიღაცა რომ ჩვენი მეზობელი ლაპარაკობს, რომ ჩვენ პატივცემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი მეგობრები არიან. რა ვიცი, მეგობრებს არ ართმევენ წმინდა ადგილებს და მეგობრებს არ ურტყამენ და მეგობრებს არ ართმევენ ტერიტორიებს. ეს არის დეკლარირება, მეგობრებო, ეს არის თამაში პოლიტიკური. ეს ერთია, როდესაც შენ დეკლარაციას ახდენენ და მეორე, როცა შენ მოქმედებს შენი ქვეყნის წინააღმდეგ. დღეს ეკონომიკურად ხდება დაპყრობა, ხდება იდეოლოგიურად. ვიღაცას თუ გონია ეს თურქული სერიალები რომ ასე შემოსულია და ასე ყველა არხებზეა, ეს არ არის იდეოლოგია, რომ ჩვენ მოგვამზადონ იმისათვის ხვალდაზე ეგ რომ სხვა ქვეყანაში გავიძღვიძოთ, ძალიან ცდებით. აი ეს სერიალები კაპიკებში მოდის და ხშირ შემთხვევებში ნაჩუქარიცალი. იმიტომ რომ ისლამიზაცია მოხდეს, იმდენი კორპუსები და იმდენი სახლები რო შენდება, მე დარწმუნებული ვარ, ყველა ახლა მშენებლობის წინააღმდეგი არა, მაგრამ რაღაც სხვა მიზანია აქ ჩადებული. შეიცვალოს დემოგრაფიული მდგომარეობა, მე შემოსული ადამიანები გამრავლდეს და საქართველოში ქართველები აღმოჩნდნენ უმცირესობაში. და იმისათვის რომ საქართველოში ემიგრანტები დაბრუნდნენ და ქართველი იყო აქ პატრონი, ამისათვის არის რუსეთთან ურთიერთობა საჭირო. აი როგორც ავანტყოფისთვის წამალი არის ერთადერთი დანიშნულება, რომ გამოჯამთელდეს, საქართველოსიც არის რუსეთი ერთადერთი წამალი, რომლითაც შეიძლება ეკონომიკის გაჯანსაღება, დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სხვა წამალი არ არსებობს. და ყველა ის ნაძირალა, რომელიც რუსეთს აგინებს, არის საქართველოს მტერი. ვინმე თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობა ადვილია, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ადვილია. ამას ძალიან დიდი შრომა ჭირდება. ვინმე სხვა არ გონია, რომ ეხლა ჩავა ჩვენი პრემიერი და ხელათ ერთბაშად ყველაფერი მორჩება. არა, მეგობრებო, ეს ესე არ არის. თვითონ აქვს ნათქვამი ვლადიმერ პუტინს, "Мне такие белые пушистые". არ არის ეგრე ადვილი. ყველა იმპერიას აქვს თავისი მიზნები და შენ რო რაღაც სარგებელი მიიღო იმ იმპერიის და შენი მიზნები რაღაცა გარკვეულ თანხმედრაში უნდა მოხდეს. და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ არა და არ ეღირსა ამ ქვეყანას, რომ პოლიტიკაშიც, პარლამენტშიც, მთავრობაშიც მოვიდეს ის ხალხი, რომლებიც თავიანთი პრინციპების ერთგულია, რომლებსაც აქვს სწორი ხედვები პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომლებიც არიან გაუსწრელები, რომლებსაც არ აქვს ბინძური წარსული. თქვენ გადახედეთ ეხლა გინდა პარლამენტს, გინდა ხელისუფლებას, გინდა პოლიტიკურ სპეცს და იქ თუ ვინმე ნორმალურს დაინახავთ 1-2-ის გამოკლებით, რა ვიცი მე რა. ხალხი იყო ბოდიში, ჯერ იწვნენ შევარდაძის ლოგინში, მერე იწვნენ სააკაშვილის ლოგინში. ეხლა აქ მთავრობაში და ზეგ კიდევ ვინმე რომ მოვა იმა ესე არ ხდება რაღაცა ხედვა, რაღაცა პრინციპი ხო, როგორ შეიძლება ეხლა ყველგან იყო, ხო? იმისი არ იყოს, ქალი ერთხელ გათხოვდება, ორჯერ და 8ჯერ. ეგ უკვე ბოზობა არის. ეხლა პოლიტიკურ პარტიას რო გინდაც აი ერთ პარტიაში ხდები, ორში, სამში, ესეც პოლიტიკური ბოზობა. შეიძლება პარტია არის იდეოლოგია, ხო? შეიძლება ეხლა კომუნისტურ პარტიაშიც იყო, მერე იმაშიც იყო, ეროვნულებშიც იყო, მერე მოქალაქეთა კავშირში იყო, მერე ნაციონალურ მოძრაობაში იყო. ყველა პარტია გამოიარო და კიდე აი შეიძლება ეხლა ეს ამდენი პარტია გამოვლილი ადამიანი ნორმალური იყოს, გეკითხები, შეიძლება? და ესეთი ხალხი არის, რომ ღუპავს ქვეყანას. და ეხლაც, როდესაც საქართველო ახალ რეალობაში შედის, ხვალ და ზეგ რუსეთთან ურთიერთობების სხვა ჭრილში გადავა, აი ეს ხალხი, ვინც რუსეთს აგინებდა, დარწმუნებული იყავით,
ხვალ პუტინის სურათ ჩამოკიდებს და ჩვენ, როდესაც ამას 20 წელია ვლაპარაკობ, ჩვენ გვეტყვით, თქვენ ვინახართ, კაცო, ჩვენ ვიყავით, რაც ვიყავით, იმ ყვარყვარე თუთაბერის არ იყოს, მეო მეფი, მეო გულის ჯიბეში მქონდა სურათიო რევოლუციონერებისო და აბაო მეფის დროსო ამასო როგორ იტყოდიო ჩვენო ცხარეცრემლებით ვწიროდითო მეფერო რევოლუციონერებს ტანდაბძაო ესენიც ამას იტყვიან მაშინ მომენტი არ იყო თორე ჩვენო რუსეთის სიყვარულით ვიხჭობოდითო და ესენიც მერე გაუკეთებენ ამ ქვეყანას იმას რაც გაუკეთეს წინამორბედებმა როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა 1918 წელს ის ხალხი მოვიდა ხელისუფლებაში, რომლებიც ხელისუფლებაში არ უნდა მოსულიყვნენ. ნოე ჟორდანიას სახით, რომლებაც მოკლეს ილია ჭავჭავაძე. პირადად ნოე ჟორდანიას დავალებით იქნა მოკლული ილია ჭავჭავაძე. და დღეს სირცხვილია, რომ ნოე ჟორდანიას სანაპირო არსებობს საქართველოში. მე მინდა ამ ხელისუფლებას მივმართოთ, რომ ამ მოღალატეების ქუჩები ერთხელ და სამუდამოდ მოსპეთ. და ვინც იბრძოდა საქართველოში მართლა დამოუკიდებლობისათვის ის ხალხი გაანადგურეს და მოვიდნენ ეს ნაძირლები ჟორდანიას მთავრობა. გასაგებია ნოე ჟორდანიას მთავრობაშიც იყო კეთილსინდისიერი ხალხი, მე იმას კი არ ვიძახი, იქ იყვნენ ადამიანები, მაგრამ თვითონ ძირითადი ბირთვი იყო მოღალატეების. და ამიტომაც იყო რომ გაყიდეს, გაიქცნენ, წაიღეს ჩვენი ხაზინა ქონება და იქ საფრანგეთში ქალებს და იმას დროსტარებას და ბოზობას და ჩათალახობას გადააყოლეს მთელი ფინანსები საქართველოს ბიუჯეტისა და მხოლოდ რაღაცა ნაწილი, მცირე ნაწილი შეინარჩუნა წმინდა ექვთიმე თაყაიშვილმა და უდიდესი ნაწილი მაგათმა შეჭამეს. აი ეს არის სწორედ ერთი მიზეზი პირველი თუ როგორ შეიძლება რომ არასწორმა ხალხმა და უიდეოლოგიო ხალხმა, რომლებსაც დამოუკიდებლობა ძალით ფაქტობრივად გამოაცხადებინეს, არ თუნდა ჟორდანიას დამოუკიდებლობის გამოცხადება. ეს იყო ზეწოლით განხორციელებული მოქმედება. მერე შემდგომში იყო და როდესაც საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, სამწუხაროდ საქართველოში აღმოჩნდა ის კომუნისტები ზოგიერთები, რომლებაც ჰერეთი მისცეს მაგალითად აზერბაიჯანს. აი მაინტერესებს რომელი ქვეყნის კომუნისტი ადგებოდა და თავის ტერიტორიას მისცემდა მეზობელ ქვეყანას. რატო აზერბაიჯანმა არ მოგცა ჩვენ რამე? რატო სხვამ არ მისცა სხვას? ხრუშოვმა ადგა და ყირიმი მისცა იმას უკრაინელებს. ყველა თავისი რაღაცა თავისი ქვეყნის ალიევი, როდესაც იყო კაცო იქ მოსკოვში თავისი იმისთვის რესპუბლიკის იმისთვის იბრძოდა. აქაც შევარდნაძე იყო და ატყავებდა ქვეყანას, ესე იგი, შავანაძის აწყობილი ქვეყანა დაშალა, დაანადგურა, დაიჭირა ხალხი და რეპრესიები მოაწყო. ანუ აქაც ის ხალხი, ვინც აი მაშინ ის კომუნისტები არ იყვნენ, მართლა რაღაცა იდეოლოგიით რომ უნდა ყოფილიყვნენ. ყველაზე არ ვიძახი ხომ ჟავანაძე გამონაკლისია და კიდე 1-2 ლიდერი. დანარჩენები ყველა იყვნენ, ძირითადად ეხლა ჩარკვიანი და ძალიან სუსტი იყო შევარდნაძემ ფაქტობრივად ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირის დაშლას. კაცი იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, კაცი იყო ქვეყნის საბჭოთა საქართველოს პირველი პირი და ანტისაბჭოთა ფილმი შექმნა მონანიება. აი გაგიგიათ ხალხო ეგეთი რაღაცა? ეს მეორე შემთხვევა, პირველი ეს დამოუკიდებელი საქართველოსის არასწორი ლიდერები იყვნენ, საბჭოთა ეპოქაში ხშირ შემთხვევაში არასწორი ლიდერები იყვნენ, მერე გამოცხადდა ეს დამოუკიდებლობა, არაცალეს გამსახურდია 6 თვე იყო პრეზიდენტი და ჩამოაგდეს და ისევ შევარდნაძე მოვიდა. მე არ ვიცახი რომ გამსახურდია ეხლა იყო ისა რა ქვია ყიჭვისის ანგელოზი. შეიძლება ქონდა შეცდომები, მაგრამ 6 თვე როგორ შეიძლება პრეზიდენტს არაცალო თავის მოღვაწეობა. ადამიანებს პრეზიდენტს აცლიან 1 წელს მაინც და 1 წლის მერე იწყებენ მოქმედებას. 1 წელი არის ეს არის რომ ლოდინი იმისა რომ ადროო ადამიანს რომ რას იზამს. და კადრებში იყო შეცდომები და კადრებში რომ ჩვენ ახლა გვაქვს შეცდომები, აგერ რამდენი პრემიერი გამოვიცვალეთ, რამდენი პრეზიდენტი გამოვიცვალეთ და ყველა უარგისი იყო და ახლა ახლად ფეხადგმული საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს თუ რაღაც შეცდომები იქნა დაშვებული და დაუშვა, ეს იყო იმისი ბრალი რომ იყო გამოუცდელობა, მაგრამ იყო შეცდომებიც, მე ამას არ უარყოფ.
და მაშინაც არაცადეს მოვიდა შევარდნაძე და ეხლა მოდის ეს ყველაფერი. და ეხლა დგება ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნისა. კვლავაც საქართველოს და რუსეთს შორის უნდა დამყარდეს ახალი ურთიერთობები. ამაში ვარ ორჯერ დარწმუნებული. და დღეს თუ კი კვლავაც ის ხალხი აი ამ ურთიერთობებში ჩაებმება, რომლებიც რუსებს აგინებდნენ დღე და ღამე და ამერიკას აგინებდნენ, კიდევ ისევ წარუმატებლად წავა ჩვენი საქმე. რა თქმა უნდა, რუსეთს საქართველოს შორის იქნება ურთიერთობა, მაგრამ საქართველოს სარგებელს ვერ მიიღებს. იმიტომ რომ სტალინმა თქვა, კადრი რიშაევსო, თუ რაც არ უნდა იდეალური რაღაც სიტუაცია შეიქმნა სოფლიოში, შენ თუ ლიდერი არ ყავს ისეთი, ქვეყანა დაიღუპება. აი ხა ვასილ ჟავანაძე იყო კომუნისტი კაცი და იყო ხრუშოვი, ხო? აი ჟავანაძის ადგილზე რო ყოფილიყო შევარდნაძე, ან ყოფილიყო სხვა პირი. დღეს საქართველოს არ იარსებებდა, იმიტომ რომ ხრუშოვს უნდოდა ქართველების გადასახლება. ხრუშოვს უნდოდა თუშეთის გადაცემა რუსეთისათვის, ასევე აფხაზეთის ნაწილის გადაცემა უნდოდა რუსეთისათვის. ეს არის დოკუმენტალური 20 სერია, ჩვენ უნიკალური 20 სერია რატო შევქმნით ჟავანაძის ოქროს ხანა. ეს ყველაფერს ამაზე ეს დოკუმენტალურად არის დამტკიცებული და ჟავანაძე აღუდგა წინა ამ ყველაფერს. ვასილ ჟავანაძე. ამას იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ ჩემი მოგვარე იყო ეს ადამიანი. ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ეს ადამიანი იყო დიდი პატრიოტი საკუთარი ქვეყნისა. აი წარმოგიდგენიათ ახლა რო ყოფილიყო ვიღაცას აი ჟავანაძე დაურეკავდა რომ სხვას და ეტყოდა რომ თუშეთი მოგვეცი რა და კი არ არის პრობლემა თუშეთს აი როგორც ორჯონიკიძემ გააკეთა რომ გადასცა ჰერეთი იმას რა ქვია რა საბჭოთა ეპოქაში ორჯონიკიძის მსგავსად არ გააკეთა ორჯონიკიძეს კი შეიძლება დიდი დამსახურება ქონდა საბჭოთა კავშირის წინაშე მე მაგას არ უარყოფ იყო სამაგალითო საბჭოთა ჩინოვნიკი მაგრამ საქართველოსთვის ის იყო მოღალატე იმიტომ რომ ჰერეთთან დაკავშირებით მან მიიღო გადაწყვეტილება რომელიც ჩვენ დაგვაზარალა. მაგრამ ჰერეთთან კიდე რაღაც სხვა სიტუაციაც არის, იქ არის საუბრები სხვა რაღაცეებზე კიდე. და ამაზე ვლაპარაკობ მე. ჟავანაძემ არც თუშეთი გადასცა, არც აფხაზეთის ნაწილი გადასცა, არც ის არ დაემორჩილა იმას რომ გადასახლება უნდა და ქართველების მოამზადე საქართველოს და ამან უთხრა რომ მადროვეო და ჟავანაძე მინაურთან, ბრეჟნევთან და ცენტრში არსებულ ხრუშოვზე განაწყენებულ პირებთან ერთად თვითონ მოსკოვში მოახდინეს უსისხლო გადატრიალება ხრუშოვისა. აი ეს გააკეთა ადამიანმა. და მე გეკითხებით ეხლა თქვენ, აი რო შეიცვლება სიტუაცია და ეს ორჯერ 4-ია საქართველოში სიტუაცია შეიცვლება როგორც სოფლიოში, ჩვენ აღვადგენთ დიპლომატიურ ურთიერთობასაც, მეგობრულ ურთიერთობასაც. საქართველოში გაიხსნება რუსეთის საელჩო და ჩვენ თუ აქ არ იქნება ის ხალხი, ვინც ამ ურთიერთობების ავანგარდში იყო, ვინც ამ ყველაფრის შემოქმედია, არაფერი არ გამოვა, მეგობრებო. არ გამოვა არაფერი. არც იქიდან, კი, ეხლა შედარებით უფრო იოლად გვექნება მდგომარეობა, მაგრამ ქვეყნისთვის უფრო მეტად სარგებელი არ იქნება. აი, კიდევ ისევ იმ ჟავანაძეს უბრუნდები. საბჭოთა ეპოქაში, ხო? ჟავანაძის დროს ყველა ადამიანი კარგად ცხოვრობდა. აი ნათქვამიც არის როცა იყო ჟავანაძე ჯიბე იყო ჩავარდნამდე, იმიტომ რომ ფაქტობრივად ამ კაცმა შექმნა საქართველოს საბჭოთა შვეიცარია. ცენტრიდან მიიღო ყველაზე დიდი სარგებელი. საწარმოები, ფაბრიკები, ყველაფერი მის დროს რაც კი რამე არის საქართველოში, ენგურხესი გინდა, ჟინვალხესი გინდა, მთელი ყველა ობიექტები რაც კი გაკეთდა, ყველაფერი ჟავანაძის დროს იყო. და მე შევარდნაძე რომ მოვიდა ხალხსაც გაუჭირდა ცხოვრება. წავიდა რეპრესიები, შიში, დანოსები და ძალიან ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ქვეყანა. და აი მაგითო ვიძახი და რა ხალხი იქნება, ვინ იქნება ლიდერი აქვს მნიშვნელობა და მე ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ პოლიტიკაშიც, ხელისუფლებაშიც უნდა იყოს ის ხალხი, რომლებიცაც აქვს რაღაცა იდეოლოგიური ხაზი, რომლებსაც აქვს რაღაცა გარკვეული მრწამსი, რაღაცა აზროვნება და კამელეონები არ არიან. როდესაც შენ იცი, რომ შენმა ნათქვამა შეიძლება ადამიანებზე კარგად იმოქმედოს, ქვეყანაზე კარგად იმოქმედოს, მაშინ თქვი, დამთავრდა დაპირისპირება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გამოვიდა ეს
ზოგიერთები და დაიწყეს ეხლა ამერიკის ისა რა რბილად რო თქვა კრიტიკა აქამდე სად იყავით ხვალ ესენი ადგებიან და იტყვიან რომ აი რუსეთთანაც უნდა ვიურთიერთობოთ როცა რუსეთთან ურთიერთობა აღდგება ამას კაპიკი ფასი აქვს მეგობრებო შენ სიმართლე უნდა თქვა როცა საჭიროა ამისი თქმა აი ბევრი ექსპერტი არის მე მაგალითად მომწონს ზოგიერთების პოზიციები მოსმენა ღირს აი დააკვირდით ვინმე თუ ლაპარაკობს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას დააკვირდით აი ვინმე თუ იტყვის იმას რომ მოდით აი ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა აღვადგინოთ 3+3 ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა მოდი ჩვენ უნდა რაღაცნაირად პოლიტიკა ვაწარმოთ არა ამაზე არ იტყვიან ამ ყველაფერს იცით რატო არ იტყვიან იმიტომ რომ დღეს კეთროვანებივით არის ის ადამიანები ვინც ამ საკითხებზე საუბრობს კი ამერიკელების კრიტიკა მოსულია ამას თვითონ ხელისუფლება აკეთებს უკვე მაგრამ რუსეთთან დაკავშირებით თუ შენ გამოავლენ პოზიციას უკვე დაბლოკილი ხარ ვერც სახელმწიფო სამსახურში მიიღე პოზიციას ვერც ტელევიზიებში მიგიწევენ სადღაც სტუდიაში რომ ილაპარაკო დაიბლოკებ ეხლა თქვენ წარმოგიდგენია ტელეიმედმა მოგცეს საშუალება ან პირველმა არხმა აი ამას რასაც მე ვლაპარაკობ იქ ილაპარაკო არ არსებობს ეს 1000 რჯულის პიდარასტი დადის ამ პირველ არხზე 1000 რჯულის მაგრამ არავინ არ მიგიშვებს და არ მოგცემს საშუალებას არც აჭარის არხზე და არც პირველ არხზე შენ რო თქვა რომ რუსეთთან არის საჭირო ურთიერთობა და რუსეთმა ბევრი კარგი მისცა საქართველოს არ მოგცემენ ამის უფლებას არც იმედი მოგცემს ამის უფლებას თუ ერთხელ იტყვი ამას დაბლოკილი ხდება შენთვის ის არხები და ეს არის მეგობრებო იმის ბრალი რომ მე შემდგომში აი ამდენი ახალგაზრდა ესეთი გადაბრუნებული ტვინით არსებობს იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები ფაქტობრივად ჩვენ ტერს ჩაუგდეთ ის იარაღი რომელიც საშუალებითაც უნდა აღიზარდოს თაობა რატო გვიკვირს მე ეს ახალგაზრდები რომ ევროპაში გვინდა და ამერიკაში გვინდა და საქართველოში არ გვინდაო რო იძახია იმიტომ რომ ამერიკელებს მივანდეთ ბავშვების განათლება და ევროპელებს ჩვენი ბავშვები საქართველებად კი არ გავზარდეთ ჩვენ გავზარდეთ ინგლისელებად გერმანელებად ბავშვები ვეფხის ტყაოსანი საერთოდ იცის ვინმე იაკობ გოგებაშვილი იცის ვინმე აკაკი წერეთელი იცის ვინმე ხშირად დაიწყებენ მსჯელობას ამ უცხოურ ქართული არ იცი შენ და შენ რა უნდა როგორ უნდა გცე პატივი ერი რომელიც გაინგლისილდება გაერმანელდებაო ნათქვამი აქვს ზუსტ გამსახურდიას ის საკუთარი ქვეყანა როგორ შეიძლება მე აი ეს ქვეყნის პატრიოტი იყოს ის ვერც ქართველი იქნება და ვერც ინგლისელი და ვერც ფრანგი თუ კი ის ფერს იცვლის აი მე აი ეს გადატრიალების პერიოდი იყო მე ძალიან ბევრი ადამიანისგან მოვისმინე რომ აი ახლა ეს ყველაფერი რომ ჩაივლის ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ უკვე მოთხოვნას განათლების სისტემაში რეფორმა განხორციელდეს ნახე მათ რას უზამთ აი მოღალატეებს ნახე რას უზამთ დაინტერესებს ვინმე დატოვა სამსახური 1-2-ის გამოკლებით გაუშვეს ვინმე აი ეს მოღალატეები განათლების სამინისტროში რატო არიან კიდე რატო არიან სახელმწიფო უწყებებში რატო რამდენი ისეთი გულწრფელი გულანთებული ახალგაზრდა სახელმწიფო მოაზროვნე ადამიანი ვერ შეუვლობს სამსახურს და მაგათ ადგილას ზიანა ეს მოღალატეები რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ გამოდიოდნენ და მე მაინტერესებს როდესმე ხო უნდა დავიწყოთ ეს თუ ტრამპმა დაიწყო განათლების სისტემის რეფორმირება თუ დაიწყო სახელმწიფო სტრუქტურების გაწმენდა ჩვენ რატო არ ვაკეთებთ ამას ვერ ხვდები მე აი ზოგჯერ ამ ახალგაზრდების ვიდეოებს რო შემოგთავაზოთ ბევრიც უშვებს ამას კი არ იმავშვები ხალისობ ამით გული მიკუდება ესეთი ახალგაზრდობა რომ მოდის გული მიკუდება ეს ამ თაობამ უნდა ჩაგვანაცვლოს ჩვენ ეს არის მომავალი მაგათმა უნდა გაზარდოს შვილები და ამათმა რა შვილები უნდა გაზარდონ მაინტერესებს როდესაც აი ესეთებად აღიზარდნენ ჩვენი ბრალია ეს იმიტომ რომ ჩვენ მივეცით საშუალება რომ უნივერსიტეტები სასწავლებლები ლამის ბაღები ყოფილიყო აი დასავლეთის აგენტურის ხელში შეიძლება ახლა სააკაშვილის დედას უნივერსიტეტი ქონდეს შეიძლება ბენდუქიძეს უნივერსიტეტი ქონდეს ერთი არის ესეთი გაუ ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის შემოკლებით გაუ და ესე იგი ამ უნივერსიტეტმა ამ უნივერსიტეტის დაფინანსებით გადაღებული იქნა ესეთი სერიალი ცვალებადი ნიშნები
ისე იგი აი ჩემმა თვალებმა რა ნახაო მართლა რა. ესე იგი ერთადერთი აი პორნო არ არის, თორემ დანარჩენი ყველაფერი არის. აი რატო უნდა დააფინანსოს უნივერსიტეტმა აი გარყვნილების პროპაგანდისტული სერიალი, სადაც უკვე სირჩხილად იქნება, აი მიდის დიალოგები ახალგაზრდებს შორის, ძირითადად სექსზე, ძირითადად გარყვნილებაზე, ანუ ახალგაზრდის ძირითადი მოვალეობა ვისთან დაწვეს, ვისთან იბოზავოს და დრო როგორ ატაროს. მეტ იქ არაფერი არ არის. და ამაზე მიდის საუბარი. დაცინვა არის ხალი, აი ზოგჯერ იძახთით ხოლმე თქვენ რომ ქართველობას გვართმევენ. ქართველობა ჩვენ კარგახანია დაკარგული გვაქვს უკვე. დაელაპარაკეთ ერთი თქვენ შვილებს და მიხვდებით რომ ქართველობა დაკარგული არის. თქვენი შვილები რომ ერთხელ ტრადიციულად სუფრაზე რომ არ შეიკრიბებიან. თქვენი გოგოები რომ გადიან გარეთ როგორ აცვიათ, ბიჭები რასაკეთებენ, ასე მაინტერესებს ერთი ეს უკვე დაკარგული არ არის ქართველობა. ოჯახები რომ დანგრეული არის იმის გამო რომ ქალებს არ უნდათ მამაკაც გაუგონ რომ მაგალითად ის რომ ოჯახში რაღაცა პრობლემები რო შეიქნება ზოგჯერ მოითმინო უნდა დაითმინო არ არის ესე იმიტომ რომ რაღაცა ყველგან ხდება განხეთქილება და არ უნდა დაკრა ფეხი და არ უნდა დაანგრიო ოჯახი ეს რო არიციან და რო ინგრევა ოჯახები ეს ხო ამერიკის ჩადებული ნაღმი არის საქართველოში ბაბუცა პატარაია რომ გენერალურ პროკურატურაში ნოტაციებს გიკითხავდათ მე ვიყავი და მე ვაჩვენებდი ამას ყველაფერს ვინ დაანგრია კი მაგრამ თუ ტრამპის და ჩვენ ტრამპის გარკვეულწილად იდეოლოგიას ვითვალისწინებთ რატო არის საკრებულოში კიდევ ის საბჭოები გენდერული საბჭოები რატო არის რატო არ აგრევთ იმ გენდერულ საბჭოებს მაინტერესებს წამოპლაკულები რო ხართ პარლამენტში და საკრებულოებში აი მაგ გენდერულმა საბჭოებმა და შმენდერულმა პოლიტიკამ დაანგრია საქართველო. იმის მაგრამ დემოგრაფიული საბჭოები შეგექმნათ, გენდერული საბჭოები შექმნით. კაი, აქამდე იყო ზეწოლად, ეხლა რაღაც უყურებთ, რატო არ შლით ამ ყველაფერს? მე მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ აი ეს საბჭოები იქნეს დაშლილი და საქართველოში შეიქმნას დემოგრაფიული საბჭოები. და საქართველოში ტელევიზიებში ბოზები კინო გამოგყავთ. გამოიყვანეთ მრავალშვილიანი ოჯახები. ადრე აი კომუნისტებს ჰქონდათ ერთი რაღაც ძალიან ისეთი ურყევი პრინციპი. ეს დაწერილი არ იყო, მაგრამ მიდგომა იყო. თანამდებობაზე ვერ დაინიშნებოდა ადამიანი, რომელსაც მაგალითად ოჯახი არ ყავდა, მაგალითად ის გაცილებული იყო ცოლს. მე სასამართლოში მოსამართლემ როგორ უნდა გამირჩიოს ოჯახური დავა სიტყვაზე, რომელსაც ბოდიში და ოჯახი არ გააჩნია. აი რანაირად შეიძლება ეს ყველაფერი? ყველაფერს ხო აქვს პრინციპი. გასაგებია რომ დაზღვეული არავინ არ არის და ოჯახი ინგრევა, კი ბატონო, მე იმას კერვა, მაგრამ პოლიტიკა უნდა იყოს იქითკენ რომ ოჯახი არ დაინგრეს. და ამაში მე სიმართლე რო გითხრათ, აი ცოტა არ იყოს ამ საკითხით მოიკოჭერებს ჩვენი სასულიერო პირებით. აი ხშირად დავდივარ სხვადასხვა ეკლესიებში ერთხელ არ მომისმენია ქადაგებაში ვინმესი რომ შეინარჩუნეთ ოჯახები რომ არ შეიძლება რომ დაანგრიოთ ოჯახები ყველაფერზე რომ ბევრი შვილი უნდა გააჩინოთ 1-2 მამაოს გარდა არ ვიცი თორე დანარჩენი არ ვიცი მე არავინ არ საუბრობს ამ პრობლემა ხო არის ეს ყველა რო ოჯახები ამაზე ხო უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ აი ხშირად მიყვარს ხოლმე გადაცემაში იმ დღეს უყურებდი ახალგაზრდა წყვილი გამოდიოდა როგორი სიყვარულით ლაპარაკობდა ოჯახის შექმნაზე შვილებზე აი პოსტივიზე იყო თუ არ ვცდები და გესია ეს გამონაკლისია ეს ყველაფერი ამ იმედზე ჩართავ ესე იგი ეს არის ცენტრალური არხი და პირველი არხი პირიქით იქ ვინ ამდენჯერ დაწვა იქ რუსთავიოზე პრაიმ შოუ თუ რაღაცა პრაიმ ხაუსი გადის და ბორდელად არის ქცეული ტელევიზია ერთმანეთს ახტებიან ლოგი ამიტომაც არის ეს ოჯახები რო ინგრევა ბავშვები საცოდავი სკოლის მოსწავლეებიც უკვე ფსიქიკურად დაავადდნენ იმიტომ რომ ხედავენ ამ ძალადობრივ გარემოს ხედავ იცით რა ადრე იმიტომ იყო სიყვარული მეგობრობა და ყველაფერი რომ ისეთი ფილმები იღებოდა ისეთი გადაცემები გადიოდა რომ სულს უბერავდა ერთმანეთს ქართველი დღეს სერიალი იღება ცვალებადი ნიშნებით და გადაიღო აი რატო უნდა გადაიღო შენ ქართულ ამერიკულმა უნივერსიტეტმა ესე იგი გარყვნილების პროპაგანდისტული სერიალი აი ეს სერიალი იმაშიც არის რაღაცა ნაწყვეტები შემთხვევით აღმოვაჩინე და კიდე რაღაცა აი რას კი რამე ფილმები არის გადაღებული 30 წლის განმავლობაში ყველაფერი არის გარყვნილების პროპაგანდისტული ყველაფერი არის ესე იგი რაღაცა სამშობლოს წინააღმდეგი ქვეყნის წინააღმდეგი ყველაფერი ერთხელ ერთი შევესწარი ესეთ სურათს რომ
ახალგაზრდა გოგო თავის მეგობართან ერთად მიდიოდა ბავშვებთან ერთად იმაში რა ქვია ფილმის სანახავად დაჩვენ ვიწექვებ და ეს ყველამ დაანონსდა და ვიცოდით რომ ეს იყო გეი პროპაგანდისტული ფილმი და მე ვკითხე ამათ კი მაგრამ ეს ბავშვები მაინც რატომ იყავთ მეთქი აი რა თაობა წამოვიდა გესმით თქვენ რომ აი შვილები თვითონ ხო მიდიან ჯერ თვითონ რატომ უნდა წახვიდე რატომ უნდა წაიყვანო ბავშვი გეი პროპაგანდისტულ ფილმზე მაინტერესებს რატო უნდა წაიყვანო? აი ზოგჯერ ვლაპარაკობთ ახალგაზრდებზე და ახალგაზრდები კი არა საკმაოდ ზრდასრულ ადამიანებსაც შეუცვალეს წვენი. ახლა მილიონჯერ ვიმეორებ ამას, მაგრამ იძულებული ვარ კონტექსტი ეს არის, რომ მიწევს. ახლა გებელსმა თქვა მომეცით საინფორმაციო საშუალებები და ღორების კოლტებად ვაქცევ ხალხსო და აი ამ საინფორმაციო საშუალებებმა რა ვიცი ასე როგორ გადაგიტრიალა ტვინი რომ ზოგიერთის დასრული ადამიანიც იქეცით გეი პროპაგანდისტად. გამოდის ვიღაცა ტელესექსდივა ლაპარაკობს რომ ახალგაზრდები უყურებენ ზოგისთვის რაღაცა ერთხელ და ორჯერ რო გათხოვდები და ოჯახი რო დაგენგრეო მე რაღაც უნდა გათხოვდეო კაცო ესე იგი არ არის ეს შენი სქემა არა მიდი იბოზე ხო ყველა შეიძლება დაენგრეს ოჯახი არ არის ეხლა ისეთი რაღაცა რომ დაზღვეული არა შეიძლება გიყვარდეს რაღაცა მოხდეს ადამიანი არ აღმოჩნდეს ის მაგრამ რატო უნდა იქადაგო შენ ტელესექსდივამ ის რომ არ უნდა გათხოვდეს ხალი ვიღაცები ლაპარაკობენ რომ აი უხერხული კითხვა შეიძლება უხერხული კითხვა კი ბატონო რატო არ თხოვდები რატო არ მოყავს ცოლი მაგრამ მე მაგალითად პატივს არ ავცემ იმ ადამიანს რომელსაც ფინანსური საშუალებაც აქვს და ჯანმრთელობა და ცოლი არ მოყავს ეხლა ვინც გაჭირვებულია და ბინა არ აქვს სახლი არ აქვს კარი არ აქვს იმას ნუ ვერ მიაწვევი და ვერ ეტყვი რომ აი ცოლი მოიყვანე იმიტომ რომ თვითონაც უნდა მაგრამ ვერ მოყავს ფინანსური მე მაგალითად პატივს არ ავცემ იმ ოჯახს რომელსაც თავზე გადადის ქონება ჯანმრთელობა უწყობს ხელს და ერთი შვილი და ორი შვილის გარდა მეტი რო არ აყავს. რატო იცი იმას დაწყობილი აქვს ერთ ვილს უნდა მაიამიში ბინა მეორეში იქ უნდა ლონდონში და მეც თუ ვერ ქაჩავენ მეც არ იმას იზამენ გააჩენენ. რუსეთში სხვათა შორის დაიწყო უკვე კანონური პროექტის მიღება რომლის მიხედვითაც აი ვინ წვილი რომელსაც შვილი არ აყავს დაჯარიმდება თუ არ ქორწინდება, ასევე დაჯარიმდება და აი ეს ჯარიმები წავა იმ მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც დახმარება ჭირდება. აი მე მაგალითად სიამოვნებით დაუჭერდი ამას ხარს. ახალ ადამიანი იცი რა არის? იმისთვის კი არ შეიქმენი ადამიანო, რომ ბოდიში და ჭამო, სვა და ბოლოს მერე იმათ იქცე რაც ხარ. იმიტომ რომ ის ხარ რაც ხარ, იმიტომ რაღაცა ხო უნდა დატოვო კვალი შენ ამ ქვეყანაზე. ღმერთმა იმიტომ გააჩინა ადამიანი, რომ გამრავდეს. თქვენი სასქესო ორგანოები მარტო სიამოვნების მისაღებად არ მოგცათ ღმერთმა. იმისთვის მოგცათ რომ გამრავდეს ქვეყანა. და თქვენ მარტო ბოდიში და სიამოვნებისთვის გინდათ. ეხლა ვიღაცები ამ ჩემ იმას ამოჭრიან ხო ვიცი და ბოლომდე აჩვენეთ რასაც ვიძახი. სამწუხაროდ ჩვენი აი ტელეეთერებით ის არის მარტო სექსი, გაყრილება, გინება, მხოლოდ აი ეს გაინტერესებს თქვენ. მე ჩემი მთელი პროპაგანდა ამ ტელევიზიის არის რომ საქართველოს გამრავლება. იმიტომ რომ ხვალ და ზეკ აი ქუჩაში რომ გავდივარ უკვე ის რეალობა რომ ქართველს ვეღარ ვხედავ. აი მაგალითად გლოვოს კურიერი რომ მოდის ქართველი არ არის, ტაქსს რომ ვიძახებ ქართველი არ არის. რა თმიდა მეგეთი საქართველოს ქართველი თუ არ იქნება ამ ქვეყანაზე. აი რაში მჭირდება წყალსაც წაუღია ეგეთი საქართველოს. საქართველოს იყოს ტრაფარეთზე და ქართველი არ იყოს ეგეთი საქართველოს მე არ მჭირდება და არც თქვენ მჭირდებათ მე მგონი. და ეს აი მაღიზიანებს რა ეს ახალგაზრდა გოგონები განსაკუთრებით რაღაცა თანამდებობას რომ მიაღწევენ, რაღაცა პრივილეგია აქვს, სადღაც მუშაობენ და რატო უნდა გავთხოვდე ხა ჩემნაირი, ჩემზე დაბალი თუ იქნება ისე ეკონომიკურად და სოციალურად როგორ გავყვევო იმასო. მაშინ ეგრე გამოდის ცოლი არ უნდა მოიყვანო კაცმა, იმიტომ რომ ეხლა თუ მასე დაიწყო კაცებმა ძებნა რომ ეხლა ჩემზე უფრო ისა რა ქვია ნაკლები რატო უნდა იყოს, ოჯახები აღარ უნდა შეიქმნა. აი ესეთი ეგოისტური პარაზიტული აზროვნების ადამიანები შექმნეს კიდე რა. ეს ყველაფერი გააკეთა მეგობრებო დასავლეთმა. და ჩადით რუსეთში და ნახეთ როგორი ოჯახურ ტრადიციებზე დამყარებული საზოგადოებაა. აი სემირნი კონგრესზე ვიყავი, მთელი მთავრობა გოსდუმა პრეზიდენტის გარდა ყველა იქ იყო და აი რამდენი სასულიერო პირიც გამოვიდა, ყველა ლაპარაკობდა ბავშვები გააჩინოთ.
არც ერთი აი მე არ ვიცი ძალიან ბევრ ტაძარში დავდივარ არც ერთი სასულიერო პირებისგან არ მომისმენია ქადაგება შვილები გააჩინეთო არ მომისმენია მე შეიძლება 1-2 არის მაგრამ მე სადაც დავდივარ იქ არ მომისმენია და ხა არ მინდა სადაც თქვა დავდივარ არ მომისმენია ეს ბიჭო რატო არ უნდა იქადაგო მგდელმა იმის შესახებ რომ შვილები გააჩინეთო მითხარით რატო ვერ ხედავ რომ ქართველები ცოტანი ვართ აი ხა მე ხა ისე გამომდის რომ ვიღაცა მე ხა მე 3 შვილი მყავს და მეუღლემ საკეისროდ გააჩინა უბრალოდ და აღარ შეიძლებოდა ფიზიკურად თორე მე 3 კერა 10 შვილი მეყოლებოდა და მესამე შვილის ნათლობა რო იყო პატრიარქმა მონათლა აი ვაკვირდებოდი სოციალური ფენა ვინ იყო აი ეთყობა იყო აი გაჭირვებული ხალხი აი ვისაც ეს მესამე შვილები მოუნათლა პატრიარქ ძირითადად იყვნენ აი ძალიან გაჭირვებული ოჯახები 1-2 თუ რაღაცა იყო ისეთი ცოტა ფინანსურად უზრუნველყოფილი ოჯახი ესე თუ ვიცხოვრე ჩვენ რომ აი ფული მექნება მე შევქნი ოჯახს მე აი ქონდა მომენტი ოჯახში ძალიან დიდი ფინანსური პრობლემები ქონდა და მაშინ გავაჩინე შვილი მაგრამ ჩემმა მეუღლემ მაშინ გვეყოლა იმიტომ რომ იცით რა არის როდესაც შენ შვილი გევლინება ღმერთიც გაძლევს იმას რომ ის შვილი არ ჩინო სახარებაშიც ნათქვამია რომ არავინ არ დარჩება უფლის დახმარების გარეშე უფალი ყოველთვის დაგეხმარება შენ და იმ ლოგიკით რომ აი მიჭირს ოჯახი როგორ მაშინ აღარ უნდა გამრავლდეს ყველას უჭირს დღეს ამ ქვეყანაში მაშინ ძნელბედობის ჟოამ საქართველოს პერირო ესეო და არც უკიდურესად გაჭირვებული იყო მაშინ რა ეთქვათ იმ ადამიანებს ხო რა ეთქვათ და იცით ამიტომ არის ამაზე არც პოლიტიკოსები არ ლაპარაკობენ არც საზოგადოება მარტო არის რაღაცა დღეს საქართველოში არის რამდენიმე თემა რაზეც მედია ლაპარაკობს ეს ნაცების გინება იქით ისინი ოცნებას აგინებენ მე ამ ამერიკის აი ის თემები რომლებიც ჩვენ გვაღელვებს რომელიც არის აქტუალური ამაზე არავინ არ შლის ამ ყველაფერს განათლების სისტემა დემოგრაფია და თავისთავად გადაჭრის პრობლემები და გადაჭრის პრობლემა არის რუსეთი იმიტომ რომ ეხა თუ ფინანსურად და შეძლებულად ოჯახები არ იქნება ერი ვერ გამრავლდება მე მახსოვს აი მე ბავშვი ვიყავი ეს საბჭოთა კავშირი რო დაინგრა მაგრამ მე ნაგავში ქექავი ქართველი არ მინახია მე ყველა პროფესიას პატივსავცე მაგრამ სასადილოში დასუფთავების სამსახურში სასტუმროს პერსონალი ქართველი არ მინახია კიდევ ერთხელ რომ ყველა პროფესიას პატივსავცე მაგრამ ისეთი ცხოვრება იყო აწყობილი რომ ქართველები ვიყავით რასაც ქვია მაღლა ცაში აყვანილები მე არ ვიცახი რომ მილიონრები იყო ქართველები ყველა მაგრამ შიერი ქართველი ცნება არ არსებობდა უსამსახურო ქართველი ცნება არ არსებობდა ახლა ლოთი და ბრადიაგა და თუ უვარგისი იყავი რა თქმა უნდა არაფერი არ გეკეთდებოდა არც მაშინ გეკეთდებოდა არც ახლა გეკეთდებოდა არასდროს არ გეკეთდება მაგრამ ერთი ფაქტი არის მეგობრებო რომ რითაც დავიწყე და რითაც მინდა დავამთავრო მე ვისაც ეხება ეს ყველაფერი იმან მინდა გაიგოს იცით რა როდესმე თუ დადგება ამ ქვეყანაში ის პერიოდი როდესაც ადამიანებს შევარჩევთ არა იმითი რომ ვისი ნათესავი ბიძაშვილი მამიდაშვილია თუ რამდენი მილიონი უდევს ანგარიზე არამედ იმით ვისი განვლილი წლებით რა გაუკეთებია რა უქნია იმიტომ რომ სახელმწიფო აპარატში პარლამენტში თუ მთავრობაში ადამიანი შრომის წიგნაკს იქ არ უნდა ხსნიდეს არამედ მანამდე უნდა გქონდეს განვლილი რომ ვიცოდე მე ხშირად არის თქვენც არბათ იმაში ხართ გაკვირვებული ხართ წარადგენენ მინის წარადგენენ დეპუტატს და კაცი შვილმა არ იცის ვინ არის ეს ადამიანი ბიჭო ფირმაში ხო არ ვაწყებინებთ ამ ხალხს მუშაობას კომპანიაში პარლამენტი და მთავრობა ის ხო არ არის რა ქვია შპს და ისა რა ქვია აიპი მანამდე სადმე ხო უნდა დაფიქსირდე ხო უნდა ვიცოდე შენს შესახებ რა გაგიკეთებია ვინ ახარ ხო და ამიტომაც არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჩვენი ქვეყანა ბოლო პერიოდში აი მუდმივად აი უკუსლას განიცდის
აი მჟავანაძეზე ვლაპარაკობდი მე. მჟავანაძე მარტო ვერაფერს ვერ იზამდა, იქ მას თავისი ერთგული კადრები რომ არ ყოლოდა. კი, ბოლოს როგორც ქართველებს ჩვევიათ, ღალატი იყო და ბევრმა უღალატა მჟავანაძეს და ბევრ ჩვენ მეფესაც უღალატა და დიდ ადამიანსაც უღალატა. ბოლოს სტალინი ამხელა ადამიანი იყო და შიდა ღალატის შედეგად იყო განგმირული და იგივე სტალინზე რომ ლაპარაკობ, კადრი რიშაიტ შო, ერთი ადამიანი ვერაფერს ვერ იზა. დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე ვერ იქნებოდნენ ისეთი ბუმბერაზები, რომ არ ყოლოდათ შესაბამისი კადრები. და ჩვენც ნუ გონია რომ ვიღაცას აქვს ესე ჯადოსნური ჯოხი აიქნევს და ყველაფერი კარგა. შეუძლებელია ეგეთი რამე, მეგობრებო. რომ ვიღაცამ ჯოხი აიქნიოს და ყველაფერი კარგად იყოს. არ არის ეგეთი რამე. თუ შენ ეხლა ამხელა სახელმწიფოს მართვა ხო ჭირდება, კაცო, ერთმა კაცმა შეიძლება განათლება მართოს, ეკონომიკა მართოს, თავდაცვა მართოს, პოლიცია ყველაფერს ერთი კაცი ხო ვერ მართავს. ანუ ჭირდება კადრები. და ეს კადრები რომ მოდის იდიოტების ბროდი და არაფრის მაქნისები, იმიტომ ქვეყანა მოდის და ძიმე მდგომარეობაში ვარდება მე. მე რაღაცა სიტყვი კრიტიკულს მიუტანენ ენას, აი ეს ჩვენ გლანძღავს, თათხავს. ამ დროს შენი შტას აძლევ და აძლევ იმას, რომ რაღაცა გინდა რომ გამოსწორდეს, ხო? ჩვენ მარტო მლიქნელური პოზიციით არ უნდა გამოვიდეთ. ერთხელ ჩართვაში მყავდა ერთი ადამიანი და რომ დავიწყე ამ პრობლემას. ნუ რა ვქნა თუ აბა შენ მოდიო მაშინ თუ გინდაო და იმაზე უკეთესი ხარო და რაღაც რა შუაშია ვამბობ რომ უნდა გამოსწორდეს რა. აი ასეთმა მლიქნელურმა აზროვნებამ დაღუპა ეს ქვეყანა რომ ადამიანები მე ხა ჩემი მეგობარი თუ ხარ და მე თუ რამე მეშლება შენ თუ არ მითხარი მე მაინტერესებს და გადავიჩე ხო მანდამაის ვიღაცა თუ რამე პრობლემა არის უნდა ითქვას ის. აი ახლა თუ ლაპარაკობთ რომ გაწმინდეთ ეს განათლება, ქსიამოვნეთ ესეთი ახალგაზრდობა რო არის საქართველოში? ქსიამოვნეთ წერა-კითხვის უცოდინრები? ოლეს რო ყვირიან ქუჩებში? გიხარიათ ეგეთი თაობა? მე გული მტკივა, კიდე ერთხელ ვიმეორებ ამ ახალგაზრდებს რო უყურებ, გული მტკივა. ამიტომ უნდა შეიცვალოს ეს დამოკიდებულება, მეგობრებო. თორე დავიღუპებით ხვალ, ეხლა თუ ეს თაობა არის კიდე გადასარჩენი და გადარჩება კიდევაც, თუ ჩვენ რა თქმა უნდა მოვახდეთ რეფორმირებას, თუ განათლების სისტემაში შეიძლება მიდგომები, თუ შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით, მაშინ მართლა გადარჩება ეს თაობა, გადარჩება. ამიტომ უნდა კორექტირება უნდა მოვახდინოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ არის შანსები, რომ მოვატრიალოთ ეს ხავა. ჩვენ ისე უნდა გავიმარჯვოთ, რომ ესენი ჩვენთან ერთად იყვნენ გამარჯვებულები. სხვადასხვა შეუძლებელი არის. ამიტომ მე ახლა როდესაც საუბრობ ამ ყველაფერზე, აი ზოგიერთი ამ ადამიანს ახლა რომ ლაპარაკობ, ზოგჯერ მქონია ახლა შეხვედრები ადამიანებთან, იცით რა, აი როგორ გულს ხანო და როგორ აი გულთან მოდის. გულის მოსაფხანად კი არ ვსაუბრობ, კაცო, ამას სიტუაცია რომ გამოსწორდეთ იმისთვის, თორე მე აქ ბოდიში გასართო, აქ ამდენი ენერგია დავხარჯი, ახლა აი 1 საათია თქვენთან ვლაპარაკობ. ვინმეს ხო არ გონია ეს ძალიან სასიამოვნო პროცესი არის. ეხლა ვიღაცა ავადმყოფები შეიძლება 2 საათი ილაპარაკონ, ეხლა იქ მიტინგებზე, რუსთავაზე. მე ამას იმიტომ ვიხარჯები თითეული თქვენი თითეული გადაცემა იმისთვის არის განკუთვნილი რომ რაღაც შეიცვალოს ეს გარკვეულწილად პროპაგანდა არის, ოღონდ სწორი პროპაგანდა ჩვენი მხრიდან თქვენთვის წარმოწული. რომ რაღაცა გამოსწორდეს და ჩვენ გაძლევთ ასევე სწორ ანალიზს, დაასკვნებს და მითითებებსაც, აი რა უნდა იყოს, სად რა უნდა გაკეთდეს. და ვიღაცამ რომ ჭკუაში დაუჯდეს და მართლა ის რაცაც ვაუბრობთ, იმას მიაქციოს ყურადღება, მართლა გამოსწორდება ეს ქვეყანა. ბევრ რამეს კი აქცევენ ყურადღებას, ეხლა მე ვიცი რომ რაც ჩვენ ადრევე ვამახვილებდით ყურადღებას, ბევრი რამე გაითვალისწინეს და ვიცი რომ გვიყურებთ თქვენ. მაგრამ თლაც ბოლომდე არ მისმენთ როგორ ჩანს. სხვათა შორის ერთხელ პატრიარქმა თქვა, რომ პატრიარქს უთხრეს, რომ სააკაშვილის პერიოდი რო იყო, რომ უწმინდესო თქვენო გისმენენო და კიდე კარგიო რომ მისმენენო, იქნება გამოასწორო სიტუაცია. იქნება მოისმინოთ რაღაცა და მართლაც გამოასწოროთ. ამით მე მინდა დაგემშვიდობოთ ძვირფასო ტელემაყურებლებო და რა ვიცი, იმედია რაღაც ამ ჩემი საუბრიდან ვის საჭიროა გაითვალისწინებს. იცით ვიღაცამ შეიძლება თქვა, წერი არა იმის მეტი მაგათ რამე გაითვალისწინოს, მაგრამ
ასეთი ლოგიკითაც არაფერი არ გამოაქვს. ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი. და ერთი რამე იცოდეთ, რომ ვინც ეძიებდეთ და პოვებდეთო და ჩვენ ვეძებოთ სამართალი, ვეძებოთ სიმართლე და ვიპოვით ამ ყველაფერს. კარგად ბრძანდებოდეთ, შევხვდებით ხვალ ტრადიციულად 9 საათზე ერთმანეთს.